მზის ენერგიის და მზის ელექტროენერგეტიკის სექტორს შევაჯამებთ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. როგორ განვითარდა სექტორი 2025 წელს და რა მოლოდინებით ხდება სექტორი 2026 წელს პროგნოზებსაც გავაკეთებთ. მივესალმები რა თქმა უნდა თორნიკე დარჯანიას, მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებელს და ასევე ჰელიოს ენერგი ჯორჯია, რო არ ვახსენოთ არ შეიძლება. თორნიკე, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი ენერგეტიკული რუბრიკის ფარგლებში ვცდილობთ რა თქმა უნდა მთელი წლის განმავლობაში რომ ჩვენი კონტენტი ძალიან დატვირთული იყო ენერგეტიკით, ვინაიდან მიგვაჩნია რომ დარგის განვითარება არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარების. წარმოადგენთ სექტორს, რომელიც ძალიან დამაიმედებელია, მით უმეტეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის წინსვლასთან ერთად, მაგრამ სანამ გადავალთ 2026, 27 და 28 წელზე, მინდა შეგაჯამებინოთ სექტორი, როგორი იყო თქვენთვის 2025. მოგესალმებით დილამშვიდობისა პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის ამჯერად და ზოგადად მთელი წლის განმავლობაშიც მინდა მადლობა გითხრათ, რომ ინტერესდებით ჩვენი სფეროთი და ამასთანავე ხელს უწყობთ როგორც ჩვენ მხარეზე, ასევე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კუთხით. რაც შეეხება წლევანდელი წლის შეჯამებას, ჩვენი სფეროსთვის ძალიან დატვირთული იყო, მოგეხსენებათ ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, რომ რეგულაციული ცვლილებები ჰქონდა, ბაზარზე სხვადასხვანაირი ტიპის ცვლილებებიც იყო. პირველი გამოყოფდი, რაც ყველაზე მთავარი არის ის, რომ ნეტო აღრიცხვის პროგრამა ფაქტიურად დასრულდა ენერგოპროში და ნეტო დარიცხვის პროგრამაზე გადავედით. აქვე ვახსენებ, რომ რაღაცა სტატისტიკასავით უკვე გვაქვს მონაცემები 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა ეს ნეტო დარიცხვის პროგრამა, რომელიც რა თქმა უნდა ნაკლებად მიმზიდველია, ვიცოდით რომ ნაკლებად მიმზიდველი იქნებოდა, თუმცა ახლა აი ამ მომენტისათვის თითქმის ნაკლები არის ინტერესი. ძალიან იმაზე ნაკლებია ინტერესი, ვიდრე ჩვენ მოველოდით. ამიტომ ამ რეგულაციაში მოგვიწევს ალბათ მომავალ წელს აუცილებლად კორექტირებების გაკეთება, რომ უფრო მეტად მიმზიდველი გავხადოთ. ანუ მომხმარებლები ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე ვერ გადავიდნენ, ანუ ინტერესი გაქრა. შესაბამისად ეს დარგის განვითარებას აფერხებს. ამასთანავე ნეტო აღრიცხვას ვიცით, რომ დამაგროვებლების აუცილებლობა შემოაქვს შემნახველების სააკუმულატორო სისტემების. ამ მიმართულებითაც სამუშაო იქნება მომავალ წელს, რომ ამ სისტემების დანერგვა წახალისდეს რაიმენაირად. იმიტომ ეხლა აი ამ მომენტისათვის ფაქტიურად არანაირი წახალისება არ აქვს და ამიტომაც ფინანსურად ნაკლებად მიმზიდველი ხდება ეს მომხმარებლებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ თელაში იგივენაირად გრძელდება ყველაფერი, ანუ მომავალი წელი იქნება ნეტო აღრიცხვის შესაძლებლობის თვალსაზრისით უკანასკნელი წელი. ანუ 2026 წელს თუ ვიღაცას ენდომება რომ ნეტო აღრიცხვაში ჩაერთოს, თელას სიცხეში ჩაერთვება და 2027 წლიდან უკვე ფაქტიურად მანდაც ნეტო აღრიცხვა აღარ იქნება და ნეტო დარიცხვაზე გადავა მთლიანი სისტემა. ძველ მომხმარებლებს, ანუ ვინც უკვე ჩართულები არიან, იმათ 2033 წლის 1 იანვრამდე შეუნარჩუნდებათ ეს რეგულაცია. ეს რაც შეეხება მიკროსიმძლავრის მზის ელექტროსადგურებს და სხვა სადგურებსაც ასე. არა, სანამ გადავალთ ცოტა უფრო ფართო მასშტაბებზე, თორნიკე გავიგეთ რა თქმა უნდა, თუმცა მე მინდა მომართვიანობაზე გკითხოთ. თქვენ გარკვეულწილად პასუხი გაეცით, თუმცა რომ შევხედოთ წინა წლების დინამიკას, 2023 წლის, 2024 წლის დინამიკას, დადგმული სიმძლავრეების ნაწილში, რამდენად დავინახეთ ციფრობრივი პროცენტული შემცირება ციფრებში. რამდენად შემცირდა მოთხოვნა მზის ენერგიის მიკროსიმძლავრის სადგურებზე? თუ ვიტყოდით ჩვენ პირობითად რომ იყო 100%-იანი, ანუ 100 ერთეულს თუ ავიღებთ, დაახლოებით ეს ყველაფერი არის დასული 10 ერთეულამდე. ანუ 90 ერთეულით არის შემცირებული. ანუ ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ ენერგოპროში ნეტო დარიცხვის რეგულაცია არ არის მომხიბვლელი და არ არის წამახალისებელი მომხმარებლების გადმოსახედიდან. ჩვენ შეიძლება გქონდეს სხვა, ასე ვთქვათ, პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ მიგვაჩნია, რომ მაინც მომგებიანი არის რაღაც თვალსაზრისით, თუ მომხმარებელი ნაწარმოები ელექტროენერგიის 50%-ს მაინც თვითონ მოიხმას, საკუთარ მოხმარებაში უშვებს და ქსელში არ უშვებს და ყველაზე რთული კომპონენტი ზუსტად ეგ არის, რომ ქსელში რო უშვებს იაფატყიდის. არ უნდა რომ ქსელში გაუშვას, ხომ? აი ეს მოცემულობა გვაქვს. მაინც ვფიქრობთ, რომ მომგებიანია, თუმცა ამას ჭირდება პროაქტიული მუშაობა ჩვენი მხრიდან, რომ დავარწმუნოთ მომხმარებლებს, იმიტომ რომ ნეტო აღრიცხვაში უკვე იმდენი ვიმუშავეთ, ჩვენ იმდენი იყო ნამუშევარი, რომ აი ეს აღარ გვჭირდებოდა, რომ მომხმარებელი დაგვერწმუნებინა, რომ ეს მომგებიანი, ანუ მახსოვს ჯერ კიდევ ჰელიოს ენერგიის მიერ 2017-16 წლებში, დაახლოებით 10 წლის წინ რომ ხსნიდით რა იყო ვირტუალური ნეტო სხვაგან რო შეეძლო ჩათვლა, ну შესაბამისად მოგიწიათ გადაწყობა. კარგით, გადავიდეთ ახლა ცოტა უფრო ფართო თემაზე და ინდუსტრიულზე. რა ხდება მაგით?
რაც შეეხება ინდუსტრიულ სადგურებს, ჩვენ ვიცით, რომ ქონდა ეს CFD აუქციონები, მე ქონდა პირდაპირ ხარდაჭერის კონტრაქტები, 5.6 ცენტი იყო ტარიფი მზისთვის, სხვა სადგურებისთვის ცოტა მეტი იყო, ჰიდროზე თუმცა სწორად მახსოვს 6.5 იყო. პირველი CFD აუქციონში გამარჯვებული, მეორე CFD აუქციონში გამარჯვებული პროექტები მეტ-ნაკლებად ხორციელდება. ანუ გადადის უკვე მშენებლობის ეტაპზე. ჩვენი კომპანია ხა ერთ-ერთი დიდ პროექტში არის შესული 70 მეგავატის სიმძლავრის მშენებლობა არის დაწყებული და ამ თვალსაზრისით ანუ ინდუსტრიული სადგურების მშენებლობა დაწყებულია. ყველაზე პრობლემური ხა ამ მომენტისათვის რაც არის და არის წლის ბოლომდე არ ვიცი ეს საკითხი გადაწყდება თუ არა, ეს იყო მესამე ტალღის მიმართვიანობა, აი ზუსტად ის 5.6 ცენტი და პირდაპირ ხელშეკრულებები, რომლებზეც სადაც პროცესი გაჩერებული არის. ანუ ჯერჯერობით წარდგენილი არის ინვესტორების მხრიდან განაცხადები და სამინისტროს მხრიდან პასუხი არ არის. ნახეთ რა მოცემულობა არის, ინტერესი არის ძალიან დიდი. ეს ბევრჯერ გვითქვამს, 6000 მეგავატზე მეტი არის განაცხადი შესული, მაშინ როდესაც ქსელს მაქსიმალური გათვლით სადღაც 3000-4000 მეგავატი შეუძლია რომ მიიღოს, ესეც სადღაც 3-4-5 წლის განმავლობაში და არა ერთიანა. თქვენ კარგად ბრძანეთ ეს კაბელი შავი ზღვის, ანუ ჩვენ გვექნება ჭარბი ენერგია რაღაცა პერიოდებში და ამ ჭარბ ენერგიას ვერაფერს ვერ ვუზამთ. ანუ თუ ეს არ შევინახეთ და არ გავყიდეთ და ექსპორტზე არ გაუშვით, ანუ ფაქტობრივად ეს ენერგია დაიკარგება. ეს რისკი არის ასევე ინვესტორებისთვის, იმიტომ რომ ყველას ხელშეკრულებაში უწერია, რომ სისტემის სტაბილურობისთვის შეიძლება ნებისმიერ დროს იყოს საჭირო გათიშვა. და ეს გათიშვა იწევს მისი ელექტროენერგიის დანაკარგს. თორნიკე, ახსენეთ რომ მომართვიანობა მიკროსიმძლავრეზე ძალიან დაბალი და მიკროსიმძლავრე ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის თავისთავად დარგის განვითარებისთვის, ენერგეტიკის განვითარებისთვისაც რა თქმა უნდა. რა მოლოდინი არის 20-26 წელს. ზუსტად იმ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ მომართვიანობა დაახლოებით 10ჯერ არის შემცირებული. შესაბამისად, არიან კომპანიები, არიან ახლად არეგისტრირებული კომპანიები, რომლებსაც განსაკუთრებით წვავეთ შეეხებათ, ხო, ეს აღნიშნული პრობლემა, რადგან აღარ არის შესაბამისად ისეთი მიმზიდველი. რას ელოდებით 2026 წელს? 2026 წელს ველოდები, რომ თბილისის მიმართულებით ანუ თელასი გააქტიურდება. და 2026 წელს გვექნება, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი სამუშაო, რომ დავარწმუნოთ მომხმარებლები, რომ რაღაცა რიგ შემთხვევებში ეს მომგებიანია და ამასთანავე ვიწყებთ აქტიურად მუშაობას სემექტანაც და იანვარში ჩვენ შეხვედრა უკვე იანვრიდან ვიწყებთ შეხვედრებს, რომ გავაკეთოთ რაღაცა ისეთი კორექტირებები ამ რეგულაციაში, რომ ეს რეგულაცია გაცოცხლდეს, ანუ მიმზიდველი გახდეს, იმიტომ რომ 1 ოქტომბრიდან დღემდე მაგალითად ჩვენს კომპანიას დაახლოებით 10 მომართვა აქვს. ნეტო დარიცხვის მიმართულებით და სულ ჯამში ალბათ 2 პროექტი. როდესაც გასულ წლებში მახსოვს მე მოგვართე და საერთოდ მე მგონი 3 თვით ხო, ანუ არც კი შეადაროთ, ხო, ანუ არც კი შეადაროთ. ჩვენი კომპანია კიდე სხვა მასშტაბზე არის, ჩვენ ინდუსტრიულ სადგურებს ვაშენებთ და მიკროსიმძლავრეები ჩვენთვის და ჩვენი ბიზნეს მოდელისთვის არ არის ანუ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თუ არ იქნება მიკროსიმძლავრე, ანუ კომპანია განაგრძობს არსებობას, იმიტომ სხვადასხვა დივერსიფიცირებული გვაქვს, მაგრამ თქვენ სწორად ბრძანეთ, არიან ბაზარზე კომპანიები, რომლებიც მიკროსიმძლავრების მიმართულებით თანამშრომლობენ, აქტიურობენ და შესაბამისად მათთვის ეს იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, ფინანსურად რთული პერიოდი, თუ ეს რეგულაცია არ გახდა, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობაში გამოყენებად. თორნიკე, ცოტა არაპოპულარულ თემას უნდა შევეხოთ, თუმცა ჩვენ არ ვართ რაღაცა ტრადიციული ქართული ტელebadis გადაცემა, ჩვენ ვართ ბიზნეს გადაცემა და ჩვენი მთავარი ინტერესი არის ბიზნეს სექტორი და ჩვენ ძირითადად მაყურებლებით შეადგენენ ბიზნეს სექტორს. შესაბამისად, რიგითი მოსახლისთვის შეიძლება ძალიან არაპოპულარული თემა გავაჟღერო და შეკითხვა დავსვა, თუმცა მაინც ჩვენ გამოვდივართ ბიზნესის ინტერესიდან, იმიტომ რომ ბიზნესია, რომელიც ქმნის ქვეყანაში აბსოლუტურად თლიანად დამატებით ღირებულებას. ელექტროენერგიის მოსალოდნელი გაზრდილი ტარიფი, რაზეც სემეკმა უკვე გვაუწყა, იზრდება, მცირედით გაიზრდება, აღნიშნული ზრდა მინდა შეგაფასებინო და იმ სატარიფო ნაწილში მინდა დაგისვა შეკითხვა, რამდენად
უკვე კარგად აისახება, იმიტომ რომ რეგიონალურადაც რომ შევხედოთ, ჩვენთან ელექტროენერგია ძალიან იაფია რეგიონთან შედარებით, ხო? არ ვედრებით რა თქმა უნდა განვითარებულ ეკონომიკებს. ძალიან გთხოვთ ამაზე კომენტარი. კი, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ კომენტარი და მე ყოველთვის ვემხრობი ხოლმე იმ მოსაზრებას, რომ თითოეულ მოქალაქეს უნდა აუხსნათ რატო ღირს ელექტროენერგია ამდენი. იმიტომ ეს ჩვენი ყოველდღიური პროდუქტი არის, ხო ეს არ არის რაღაცა ფუფუნებისაგან, ჩვენი პირველადი მოთხოვნილების, ასე ვთქვათ, პროდუქტი არის. დავიწყოთ იქიდან, რომ ელექტროენერგიის ტარიფი შედგება ორი კომპონენტისგან. ეს არის თვითონ ამ ტარიფში ელექტროენერგიის საფასური, ანუ ვიღაცამ აწარმოა და ფასი დაადო თავის ნაწარმოებ პროდუქტს, როგორც ვიღაცა პომიდორს აწარმოებს, ვიღაცამ კილოვატ-საათი აწარმოა და რაღაცა ფასი აქვს ამას, ხომ? და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ გეტყვით რომ ამასთან შედარებითაც კიდევ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ეს ქსელური კომპონენტი. ანუ რასაც ჩვენ ვხდით ენერგოპროს და თელას იმაში რომ ეს ელექტროენერგია რომელიც სადღაცას ვაწარმოეთ ჩვენამდე მოიტანოს. ანუ ამ ძირითადად ორი კომპონენტისგან შედგება. ეხლა მოდით ჯერ ამაზე ვისაუბროთ ქსელურ კომპონენტზე. სემეკმა დაუმტკიცა მილიარდზე მეტი ენერგოპროს და თუ სწორად მახსოვს 400 მილიონი ლარი დაუმტკიცა თელას საინვესტიციო მოცულობა. ანუ ეს რას ნიშნავს? ქსელები არ ვარგა და რეგიონებში ვიცით რომ ანუ ძალიან ხშირია გათიშვები, ხშირია ასე ვთქვათ ავარიები, ქარი დაუბერავს და დენი ითიშება, რაღაცა ჭექაქუხილია და დენი ეთიშება მომხმარებლებს, ანუ ინვესტიცია არის საჭირო იმისთვის რომ გაძლიერდეს ქსელი. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ განვავითაროთ ენერგეტიკა, უნდა აუცილებლად ამაში გავაკეთოთ ინვესტირება. აქედან გამომდინარე ეს საინვესტიციო პაკეტი, რომელიც მომავალი 3 წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს და გაუმჯობესდეს ქსელი, რა თქმა უნდა აისახება ტარიფში. ეს არის პირველი. ასე რომ გარდაუვალე, მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვინდა განვითარება, არ განვავითარებთ ქსელებს და უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვაქვს ცუდი ინფრასტრუქტურა, რასაც არ უნდა ზოგადად ქვეყანას. ნიშნავს, რომ რჩები თორნიკე იმ ადგილას, სადაც ვართ და ეს არამხოლოდ ადგილობრივი კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ, არის ცუდი, არამედ საინვესტიციო გარემოსთვისაც, რა თქმა უნდა, ცუდი, ანუ არავინ არ გააკეთებს ინვესტირებას ისეთ ქსელში, სადაც არის ბევრი ავარია. აქედან გამომდინარე, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი საქმე. აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, ამას ხშირად ვამბობთ. ეს რაც შეეხება ქსელურ კომპონენტს. რაც შეეხება ელექტროენერგიის კომპონენტს, მანდ ჯერ არ ვიცით რა პოზიცია იქნება რა პოზიცია იქნება სემექს. მე ვარაუდობ, რომ იქნება ზრდა, ოღონდ იქნება მცირედი ზრდა, იმიტომ რომ ჩვენ მომავალ წელს მოგვიწევს გაზის ტარიფის გადახედვა, შესაბამისად გაზის ტარიფიც რაღაცა თვალსაზრისით გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ტარიფზე, იმიტომ რომ თბოსადგურებს ვამუშავებთ. არის კიდევ პროგნოზები კურსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში ჩვენ გვჭირდება იმპორტი და აქედან გამომდინარე ჩვენ გვიწევს რომ ტარიფი გავზარდოთ თუ კურსი გაიზრდება. ამასთანავე მე მგონი არ არის დაგეგმილი რეგულირებული სადგურების რეაბილიტაცია განახლება, სადაც ასევე ინვესტიციას და მაგალითად ენგურჰესის რეაბილიტაცია თუ გადავწყვიტეთ ქვეყანამ, ხომ, ამ შემთხვევაში ის რეაბილიტაციაზე დასახარჯი თანხაც კი ტარიფში ისახება. ასე რომ ამ ყველაფერზე ეხლა მსჯელობს სემეკი და 29 დეკემბერს იქნება სხდომა, სადაც ამ ყველაფერს ძალიან დეტალურად და გასაგებად იტყვიან მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი რომ ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება, თუმცა რაღაცა წინაპირობებს უნდა გადავხედოთ და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ რაღაცას ვიხდით, იმიტომ რომ რაღაცა უმჯობესდება და შესაბამისად ელექტროენერგიის ფასი მე ზოგადად მინდა გითხრათ, რომ არის ზარდი, იმიტომ რომ მარტივია, იზრდება პროდუქტზე მოთხოვნა, იზრდება ფასი. მარტივად შეგვიძლია შევხედოთ ენერგიის მსოფლიო ინდექსს, ძალიან მარტივად იძებნება და შეგვიძლია შევხედოთ ამ ყველაფერს და მოკლედ ეს არის ის თემა, რომელიც ჩვენს მაყურებელს ძალიან ჭარბად ვაწვდით თორნიკე და არის სიტუაციები, როცა ლავირება უნდა მოვახდინოთ, რომ ჭირდება ეს ბიზნეს სექტორს და კიდევ ვიმეორებ. რა თქმა უნდა, არაპოპულარულია, შეიძლება არ მოგწონს კონკრეტული ქმედება, თუმცა გარკვეული სექტორებია, რომლებსაც ჭირდებათ, რა თქმა უნდა, ოპერირება სწორად, იმიტომ რომ ისინი ქმნიან
დამატებით ღირებულებას ისინი ხდიან გადასახადებს, რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ჩვენს მოსახლეობაში ილეკება. დიახ. თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და წლის შეჯამებისთვის. მე დავუანონსებ ჩვენს მაყურებელს, რომ აუცილებლად მალე იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ დაიწყება 2026, უფრო ხელშესახები კონტურები გვექნება, რომ დავგეგმოთ და გავაკეთოთ პროგნოზები მომდევნო წელზე 2026 წელზე. დიდი მადლობა თქვენ მთლიანად მზის ენერგიის ასოციაციას, ჰელიოს ენერგის